გავმართეთ ღონისძიება პოეზიის საღამო, სადაც რაც მიუძღვენთ დიმიტრი ხიფიანის სახლ-მუზეუმს, რომ მომხდარიყო მისი რეაბილიტაცია, ანუ აღდგენითი სამუშაოები დაწყებულიყო. ამ საკითხთან დაკავშირებით მოვიწვიეთ სხვადასხვა სტუმრები, მათ შორის სამუზეუმო თბილისიდან მწერლები, საზოგადო მოღვაწენი, რომლებმაც დაგვიჭირეს მხარი ამ ღონისძიებასთან დაკავშირებით. სათულად შემოშენი დავიწყე ზუსტად ვიცი შენზევე დამთავრდება მე გავიგე წუთი სოფლის ანბანი სად იწყება ანდა სადღამ თავდება ამ ჩემ გულში შემოჭრილო გრიგალო აღარ ვიცი საიდ გაგა გრიალო დამიმსხვრიე გულის შუშა ბანდები გიჟადრითეს დამიჩინე დარდები არის დოკუმენტური ფილმი, რომელიც გადმოგვცემს ძირითადად ეკოლოგიურ გამოწვევებს და არის ჩვენს პლანეტაზე, როგორ გავლენას ახდენენ ადამიანები ამ კუთხით და როგორ უნდა გავუფრთხილდეთ ეკოსისტემას, ასევე რესურსებს, რომელიც ჯერ კიდევ შემოგრჩა. მსგავსი ტიპის ფილმები კარგი მეთოდია, რომ ახალგაზრდებმა აიმაღლონ ცნობიერება ეკოლოგიის კუთხით. ქართლის ოფისში გაიხსნა კლუბი, რომელიც ითვალისწინებს ყოველთვიურად მოხალისეებთან შეხვედრას და სხვადასხვა თემებზე, სხვადასხვა სახის ფილმების ჩვენებას. დღეს გაიმართა ებრაელების ყოფა-ცხოვრებაზე მეორე მსოფლიო ომის დროს, თუ როგორ პირობებში იყვნენ ებრაელები. ფილმის დასრულების შემდეგ მოხალისეებმა გამართეს დისკუსია. მნიშვნელოვანი არის ის, რომ ორი კულტურის გაცნობა ხდება და გაზიარება ურთიერთთანამშრომლობის და სამომავლო ურთიერთობების. ხაშურის მუნიციპალიტეტში დღეს სტარტდება სამეცნიერო ინტერდისციპლინარული კონფერენცია, რომელიც სულამისა და ხაშურის ეპარქიის ისტორიულ წარსულს და კულტურული მემკვიდრეობის ისტორიას მოიცავს. დღევანდელ კონფერენციის თანაორგანიზატორია მეგობრობის ხიდი ქართლის და ხაშურის ახალგაზრდული თვითმმართველობა, ისე როგორც ხაშურის მუნიციპალიტეტის პირველი საჯარო სკოლა და მსგავსი კონფერენცია სულამისა და ხაშურის ეპარქიაში პირველად სტარტდება და გვიხარია, რომ დღეს შევიკრიბეთ და ვეცნობით ჩვენი რაიონის ისტორიულ წარსულს.